სახან ასეთი მშვენიერი და თან ძლიერი გოგონები არიან დღეს ჩემთან ერთად, მინდა რომ დღეს მოვუყვე ადამიანზე, რომელმაც ალბათ დაანგრია ყველანაირი სტერეოტიპი და მსოფლიოს ყველა წერტილში ქალებს უთხრა, რომ მათზე ძლიერი შეიძლება არავინ არ იყოს თუ ამას თავად მოინდომებენ. როდესაც კორტზე გადიხარ, მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ ან რამდენი ფული გაქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ როგორ თამაშობს. ეს მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომის სერენა უილიამსის სიტყვებია. სერენა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტში. ის იგებდა ტურნირებს, სვლიდა წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალი სპორტსმენი და ანგრევდა ყველანაირ სტერეოტიპს. მე მინდოდა ყოფილიყავი ხმა მათთვის, ვისაც ის არ აქვს თქვა და მთელი თავისი კარიერა მართლა ამ სიტყვების ასე ვთქვათ განხორციელებას მიუძღვნა. გოგონა ღარიბი რაიონიდან გახდა სიმბოლო იმისა, რომ სოციალური წარმომავლობა ნამდვილ ნიჭს და შრომას ხელს ვერ უშლის და როცა არსებობს მიზანი, იქ წარმოუდგენელია, რომ რაიმე წინაღობამ ასე ვთქვათ დაგაბრკოლოს და შენი მიზნისკენ მიმავალი გზა შეგიცვალოს. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ოჯახის წევრების პოზიციას, მათ გვერდში დგომას. აი, ამაზეც მოვყვები, სწორად გიგრძნო გულმა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დეტალებია. რომ არა მისი ოჯახის იმგვარი ჩართულობა, როგორც ეს მოხდა, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ სერენას კარიერა ასე განვითარდებოდა. სერენა და მისი დის საჩოგბურთო კარიერა ვერნუსი არის საუბარი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ მამას უკავშირდება. ერთხელ რიჩარდი ტელევიზიით უყურებდა, როგორ მიიღო ერთ-ერთმა რუმინელმა ჩოგბურთელმა, ვირჯინია რუზიჩიმ, ტურნირში გამარჯვებისთვის $40,000. იმ დროისთვის $40,000 საკმაოდ სოლიდური თანხა იყო სპორტის სამსახეობაში. დღეს რამდენიმე მილიონსაც იგებენ სხვადასხვა ღონისძიების მოგების შემდეგ. თუმცა მაშინ $40,000 ძალიან დიდი ფინანსური მოგება იყო და შოკში ჩააგდო ამ ფაქტმა, რომ როგორ შეიძლება რამდენიმე დღე ითამაშო, მიიღო სიამოვნება და ამხელა ფულადი პრიზით დაჯილდოვდე. მაშინ ადამიანმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ქონდა რა იყო ჩოგბურთი. როგორ უნდა, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა რომელიმე ჩოგბურთელს დაისახა მიზნად, რომ მისი შვილები გახდებოდნენ ჯერ არ დაბადებული შვილები, გახდებოდნენ წარმატებული ჩოგბურთელები და დაანგრევდნენ სპორტის სამსახეობას თავიანთი შედეგებით. მართლაც ასე მოხდა, მოკლედ 78 გვერდიანი გეგმა დაწერა, როგორ უნდა გაეზარდა ჩემპიონები, დამოუკიდებლად შეისწავლა წიგნების და ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით სპორტის ესახეობა და ძალიან დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა მაშინ, როცა პირველად ეს ყველაფერი გაამხილა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ახლოსაც არ იყო ჩავლილი საჩოგბურთო მოედანთან, გადაწყვიტა, რომ ორი ჩემპიონი გაეზარდა. თან საუბარი არის ამერიკაზე, რომელსაც ჩოგბურთელების ნაკლებობა არასოდეს არ ქონია და ისეთ ვარსკვლავს უთამაშიათ, რომ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. კი, მით უმეტეს ამ სპორტის სახეობაში ყველაზე მეჯერ აქვს მოგებული სანაკრებო ტურნირები და მოკლედ ამერიკული საჩოგბურთო ისტორია ნამდვილად ცალკე სასაუბრო თემაა. მოკლედ ასეც მოხდა საბოლოო ჯამში. მაშინ როცა 3 წლის იყო სერენა და ვენუსი 5, სწორედ ამ დროს შეიყვანა კემპტონის საჯარო კორტებზე მამამ და არც ეს ყოფილა შემთხვევითი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ რაიონში ავარჯიშებდა თავის შვილებს. სხვა შორის ადგილის არჩევას ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია, როგორც გითხარით, ის თვლიდა, რომ ნამდვილი მებრძოლები სწორედ ასეთ ადგილებში იზრდებოდნენ, კი ბატონო. და რიჩარდი ვარჯიშებზე ყველაზე ექსტრემალურ პირობებს თავაზობდა ხოლმე თავის შვილებს, ძალიან ხშირად ადგილობრივ ბავშვებს ქირაობდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილებისთვის თამაშის დროს მიეყენებინათ სიტყვიერი შეურაცხყოფა იმისთვის, რომ მათ გაევლოთ ის გზა, რომელსაც იმ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გადიოდნენ სპორტსმენები. ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე ასეთი რამ და სხვა შორის ერთ-ერთ ტურნირზე, ვაშინგტონის ტურნირზე დაახლოებით 12 წელი არ თამაშობდა, სწორედ იმის გამო, რომ რასტული შეძახილებისგან ძალიან გაღიზიანდა სერენა, მომენტალურად დატოვა მან მოედანი და ძალიან დიდი ხანი შემდეგ აღარ უბრუნდებოდა, თუმცა მამის აი ამ ბევრისთვის უცნაურმა და მიუღებელმა მიდგომამ საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩოგბურთს აჩუქა ორი ძალიან ნიჭიერი, ძალიან წარმატებული ჩოგბურთელი, რომლებმაც 38 ჯერ ითამაშეს ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ, ორივე მათგანი იყო რეიტინგის ლიდერი და 23 დიდი მუზარადის ტურნირი მოიგო სერენა უილიამსმა, რაც ნამდვილად გადატრიალება იყო ქალთა ჩოგბურთში. 10 თავით მაღლა იდგნენ დები სხვა კონკურენტებთან შედარებით და საკუთარი მამის თავდადებამ, საკუთარი მამის შრომამ, დების ერთმანეთის მიმართ სიყვარულმა
განაპირობა ის, რომ დღეს მსოფლიო სპორტს ყავს ორი მართლაც სამაგალითო ადამიანი. 1993 წელს დაიწყო მისი ყველაზე წარმატებული სვა, როცა პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა 17 წლის ასაკში და მოკლედ მას შემდეგ სერენას და ვენუსის გაჩერება მხოლოდ თავად თუ შეეძლოთ, ან სერენა აჩერებდა ვენუს, ან ვენუსი სერენას და სანამ გააგრძელეს ეს კარიერა, მოკლედ მანამდე ჰქონდათ გადაბარებული, ასე ვთქვათ, საჩოგბურთო ესტაფეტა. მართლა საოცარი ადამიანია, ძალიან ქველმოქმედი არის მთელი ოჯახი და ორივე და ყოველთვის ასე ამოვნო, როცა ასეთი წარმატებული სპორტული ისტორიის მიღმა იმალება კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო მისაბაძი ადამიანი და ეს ხდის სპორტსმენს ალბათ საყვარელს. შეიძლება ყველაზე წარმატებული იყოს შედეგებით, მაგრამ არაფრად არ ვარგოდე კორცს მიღმა. და სერენა არის შემთხვევა, რომელიც იყო ჩემპიონი კორცზეც და ჩემპიონი მოედანს მიღმაც. დამიარა ჟუანტელმა თოთაში, იმიტომ რომ ჩოგბურთზე რო ვსაუბრობ, რაღაცნაირად სხვანაირი ემოცია. მე მგონია, იცის აბსოლუტურად ყველა ადამიანმა ერკვევა თუ არა ჩოგბურთი. მე მაგალითად საერთოდ არ ვიცოდი მას და თუ ყავდა და ისიც თუ ჩოგბურთელი იყო. ნახევარდები წავს, თუმცა ბევრი საინტერესო ისტორია და გზადაგზა მოკლედ კიდევ უფრო კარგად გაგაცნობთ.